ხალხის მდგომარეობა მეტად უნდა იყოს გათავისებული. უნდა ვიყოთ მართლები. თავსავარია. თუ რაიმე სასიკეთო იქნება ჩვენს მიმართ, უამრავ რაღაცები გამოსწორდა, რაღაც პრობლემა მაინც შეჯერება და რაღაც გამოსწორდა. სახელმწიფო საძირფასო ტელემაყურებლებო. უკვე დიდი ხანია ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტად ტურიზმი იქცა. ტურიზმია მნიშვნელოვანი მიმართულება გურიაშიც, რადგან რეგიონი საკმაოდ ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილით გამოირჩევა. აქ მცირე ფართობზე ერთმანეთის გვერდით სამთო და საზღვაო კურორტებია განლაგებული, რაც ტურიზმის განვითარებისთვის საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს ქმნის. რა კუთხით მიმდინარეობს დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მუშაობა ტურიზმის განვითარებისთვის? რას უნდა ელოდოს გურიაში ჩამოსული ტურისტი და შეძლებს თუ არა ეს დარგი გარკვეული შემოსავალი მოუტანოს ბიუჯეტს? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე დღეს ჩვენი გადაცემის სტუდიაში ისაუბრებენ. ქალბატონი ლიკა ხლონტი, სამხარეო ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი, ქალბატონი ქეთი კუჭუხიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი და კოორდინატორი ტურიზმის სფეროში, ბატონი კახა ხლონტი, პოლიტიკური მოძრაობა ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელი საკრებულოში და ბატონი დავით კვარხალიძე, შპს გურია ტრეველის დირექტორი. მოგესალმებით ბატონებო. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერს 27 56 72. შეგიძლიათ დაგვირეკოთ ჩვენთან პირდაპირ ეთერში და ნებისმიერი თემასთან დაკავშირებული შეკითხვა დაუსვათ ჩვენ სტუმრებს. ახლა კი ვიდრე თავად საკითხის განხილვა შეუდგებოდეთ, ნახოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენ ქალაქის ქუჩებში მოვამზადეთ. თქვენი აზრით გვაქვს ესეთი ადგილები, ანუ რომ ტურისტები ჩამოვიდნენ და ისვენონ ჩვენთან? კი, ძალიან ბევრია. ბახმარო, ჩემო კარგო, ძალიან კარგი. ურეკი, გომისუთა ძალიან კარგი. მე მგონი ყველაზე კარგი. იმიტომ რომ ზღვის და მთის ჰაიერი ერთად შერეული, რაც ყველგან კარგია, სადაც დაისვენ. უნდა იყოს ფინანსები გამოყოფილი რაიმე, ასეთ სპონსორები უნდა ყავდეს, რომ გაკეთდეს. რომელი კურორტები გახსენდებათ პირველ რიგში იქნება მითხრათ? ბახმარო, გომისთა, ურეკი. თქვენი აზრით გვაქვს ესეთი კურორტები გურიაში, რომ ტურისტები მოისდეს, ჩამოვიდნენ და ისვენონ? რა თქმა უნდა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ რამდენად კარგი კურორტია. და რა მხრივ ჭირდება განვითარება ამ კურორტებს? აი თქვენი როგორც საზოგადოების მოწყობა პირველ რიგში. კურორტები გახსენდებათ პირველ რიგში? ბახმაროში დავდიოდი ყოველთვის. გომის სახე მაგალითად სცენერია. ბავშვებისათვის, დიდებისათვის ყველასათვის ძალიან კარგი არის. კეთილმოწყობა უნდა. ხომარაპირებ დასასვენებლად სადმე წასვლას წელს სადაპირებთ? ბახმაროში. ანუ ხშირად დადიხართ ბახმაროში ყველა წელს? როგორ ფიქრობთ, რა არის შესაძლებელი ბახმაროში, რომ უფრო კეთილმოწყობილი გახდეს, რომ ალექსა, ურეკი კარგია მაგითად. უფრო კაის გააკეთებენ, მეტი დამფრენებლები ჩამოადა. კონკი როდო ურეკი შეკვეთილი. ანუ გვაქვს ბევრი კურორტი გურიაში. კი გვაქვს, მაგრამ რა აკლია თქვენ ჩემზე უფრო კარგი. აი რა აკლია, აი ზუსტად მაგით კეთილმოწყობა აკლია, განაისეგია რომ მიდის სასვენებლად და არა საშუალება რომ გაჩერდეს და უნდა მოაწო კეთილმოწყობილად მოისახოს, შემდეგ მოსთხოვე მას რომ აგიჟდება აქ, გადაგიხდის. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია რო აღდგეს თუნდაც ნასაკირალი წყლები? ნასაკირალი წყლები უხდებოდა ადამიანს დრამატიზმებზე და რაღაცეებზე უხდებოდა ასე. ნასაკირალის წყლები მაგალითად არა უნდა იყოს. აჰა. კიდევ რაც გავუხსენებთ, ანუ რა არჩევები გვაქვს რომ გომის მთა არ გამომიდოვართ. როგორ? გომის მთა. თქვენი აზრით რა მხრივ ჭირდება კეთილმოწყობა ამ კურორტებს, რომ უფრო განვითარდეს? ახლა ჭირდება ძალიან დიდი. პირველ რიგში ინფრასტრუქტურა უნდა გახდეს. განკალანი აუცილებლად. რა თქმა უნდა, გაზი და ელექტროენერგია. თუ მოხედავენ ამ ხალხს, ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან განვითარებული კუთხე იქნება, იმიტომ რომ ჩვენთან მართლა უნიკალური კურორტებია, რომლებიც ასეთ ისე ჭრილში არიან. შეკითხეთ თქვენთან გადმოვალიკა, უკვე დიდი ხანია მართლაც სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა ტურიზმი, მაგრამ საინტერესოა რამდენად არის პრიორიტეტი მართლაც გურიის რეგიონში ეს დარგი?
ძალიან პრიორიტეტულია, იმიტომ რომ ტურიზმი ბევრი დასაქმება, ანუ იქმნება სამუშაო ადგილები. ახლა მინდა გითხრათ, რომ გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება პროექტი, სადაც მე ვარ კონსულტანტი და მხარს უჭერს მუნიციპალიტეტები და რა თქმა უნდა სამხარო ადმინისტრაცია, რომლის ფარგლებშიც არის დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტურიზმის მხრივ. ერთ-ერთი არის ვებგვერდის დამზადება პოპულარიზაციის მიზნით. ანუ დამზადდება ვებგვერდი, სადაც კურორტები განთავსდება სასტუმროები. არის პრობლემა ის, რომ სასტუმროები განთავსებულია სხვადასხვა ვებგვერდზე და მათი პოვნა ძნელია და ხშირად არის ფასიანი განთავსება და ეს იქნება ყველაფერი ერთად თავმოყრილი და შეუძლია დამსვენებელს, რა თქმა უნდა, უფასოდ დამსვენებელს შეუძლია მივიდეს და შევიდეს ერთ ვებგვერდზე და ყველა სასტუმრო კურორტებზე მიიღოს ინფორმაცია. ამ პროექტის ფარგლებში ასევე დამზადდება სუვენირები, ოღონდ საცდელად მცირე რაოდენობით. აგრეთვე იგეგმება დაახლოებით შემოდგომისთვის ექსპერტის მოწვევა, რომელიც დაგვეხმარება ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებაში. ექსპერტი გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, ის იქნება ევროპის რომელიმე ქვეყნიდან და რა თქმა უნდა მომზადებაში ჩართული იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ვისაც ტურიზმის სფეროსთან აქვს შეხება, აგრეთვე კერძო ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ. ნუ კიდევ სხვა ბევრი ღონისძიებები იგეგმება. ერთსაც გეტყვით კიდევ, რომ ალბათ აგვისტოს ბოლოსთვის ჩამოვა ლატვიელი პროფესორი, რომელიც ჩაატარებს ტრენინგებს ტურიზმის სფეროში, სამდღიანი ტრენინგი იქნება და ნებისმიერ სურვილს შეუძლია ამას წინასწარ ჩვენ გაზეთის საშუალებით აუცილებლად შევატყობინებთ მოსახლეობას და სურვილის მიხედვით იქნება დასწრება, რა თქმა უნდა, გარკვეული სეგმენტისთვის არ იქნება ეს, ანუ ზოგადად ყველა ტურიზმი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული პირები, განსაკუთრებით ტურიზმში არის ჩართული, შეუძლია რომ მოვიდეს და დაესწროს ამ ლექციებს. სამდღიან. დიდი მადლობა. ბატონო კახა, საუბრობთ და უკვე ცხადია, ყველასთვის ეს არ არის ახალი, რომ ტურიზმი არის ყველაზე შემოსავლიანი სფერო მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ რომ ვიფიქროთ ანუ რამდენად შეძლებს ეს დარგი გურიაში, ოზურგეთში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში თანხის შეტანას ბიუჯეტში, ანუ რამდენად ისარგებლებს ბიუჯეტი ამით, თქვენ როგორ ფიქრობთ? როსკოლის საგამშვიდობისა მოგესალმებით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ტელევიზია გურიას ასეთი ღია პირდაპირ ეთერის მოწყობისათვის. ხო დავუბრუნდეთ საკითხს, რა თქმა უნდა, ტურიზმს შეუძლია დიდი თანხების მობილიზება ბიუჯეტში და აგუმილება თანხების. ეს ჩვენ ქრისტიან დემოკრატებს არაერთხელ აგვიხნიშნავს და კარგი არის, რომ ასეთი დიდი ყურადღება ექცევა დღეს მდგომარეობის ტურიზმის განვითარებას. მე მხედველობაში მაქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ამ შემთხვევაში, მხედველობაში მაქვს ურეკი, მხედველობაში მაქვს გომისვთა და მინდა აღვნიშნო სიუჟეტიდან გამომდინარე ცოტა მივიწყებული თემა არის და კარგია თვითონ ასე თქვა წინა პლანზე ნასაკირალის თემა, იქ იყო სამკურნალო წყლები იყო და ასევე დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია თვითონ ნასაკირალის სამკურნალო წყლებს და შეიძლება აუცილებელიც არის რომ მთავრობა მიაქციოს ყურადღება აღნიშნულ კურორტის და აღნიშნული დარგის განვითარებას, მაგრამ იცით როგორ არის სიუჟეტიდან გამომდინარე სწორი არის მოსახლეობა. აი თუ ინფრასტრუქტურა არ განვითარდა, თუ არ კეთილმოეწყო კურორტები მაშინ დამსვენებლების ნაკლებად ჩამოვა. უფრო მეტი ეფექტი იქნება, აი რასაც გათვლა არის დღეს მდგომარეობით, რომ ტურიზმის დარგიდან შეიძლება მოხდეს თანხების აგუმილება ბიუჯეტში, უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება, თუ განვითარდება კომუნიკაციები ადგილზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მხედველობაში კარგად ისწრებენ ბახმაროა ვიყოთ, კიდე გომისთან ვიყოთ, თუნდაც ურეკი ეს სფერო დღეს მდგომარეობით მოუწესრიგებელია და კიდევ ერთხელ თქვენ სტუდიაშიც მქონდა ანალოგიურად მე დებატებში მივიღე მონაწილეობა და მაშინაც აღვნიშნე ჩვენ ქრისტიან დემოკრატები მხარს უჭერთ ტურიზმის განვითარებას არა მარტო გურიის რეგიონში და ოზურგეთში, არამედ მთლიანი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ აი დღევანდელი პროცესი გავს იმას, რომ აი როცა ადამიანი სახლებშენებლობას იწყებს და დაიწყო სახლებშენებლობა, ასე ვთქვათ, სახურავიდან. ტურისტი, რომელიც ჩამოდის, თუ ჩვენ ორიენტირებული ვართ თანხების შემოსვლაზე, უნდა შევთავაზოთ ადგილობრივი პროდუქტი მას და არა შემოტანი. ამისათვის ანალოგიურად დღეს მდგომარეობით უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობაც, რომ ჩამოსულ ტურისტს შევთავაზოთ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწვეული პროდუქტი, რაც კიდევ ერთხელ დამატებით და მერწმუნეთ არანაკლები თანხების მობილიზება მოხდება ამ დარგით ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ მარტო ფასადური ტურიზმის განვითარებით. მე ახლა ლიკას საუბრობდა და არ შემიძლია აღვნიშნო აქ, რომ ახლა ლიკას გარკვეული გამოცდილებაც აქვს მაგ საკითხში და სხვათა შორის ძალიან დიდი დახმარებაც გამიწია. მე როცა აი რესპუბლიკის გარეთ გავდიოდი, მე პირადად ვიყავი ლიკასთან მისული და ვთხოვე აი რაიმე თუ არის ასეთი, რომ პოპულარიზაციის მიზნით
გამეკეთებია მე და ადგილი მის მიერ მომზადებული სხვადასხვა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე იყო მაშინ მომზადებული ჟურნალი ალმანახის სახით იყო რომელიც მე რამოდენიმე წელი გამატანა და გავავრცელე ეს ჟურნალი აი ასე თითოეულმა ჩვენთან უნდა ვიზრუნოთ ეს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩვენ რომელი პარტიის წარმომადგენელი ვიქნებით რა გვექნება პოლიტიკური ხედვა მთავარი არის განვითარდეს ტურიზმი განვითარდეს სოფლის მეურნეობა და შეივსოს ადგილობრივი ბიუჯეტი მხოლოდ ტურიზმის მიმართულებით ყურადღების გამახვილება არ ამგონია ის დიდი ეფექტი მოიტანოს რასაც ჩვენ ველოდებით დიდი მადლობა. ბატონო, ახლახანს თქვენი შეპესე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან გადმოვიდა ადგილობრივ ბიუჯეტზე. თქვენ როგორ იტყვეთ, როგორ ფიქრობთ, რა სარგებელს მიიღებს აქედან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტების ჩამოსულება? პირველ რიგში მე ვსამრებ პატრიციულ მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის, შეძლებს დაგვარად. ორი სიტყვით ავიხსნით, საერთოდ ტურიზმი რა არის და რა შეიძლება, რა კეთილდღეობა შეიძლება ადგილობრივ მოსახლეობამ მიიღოს აი ამ დარგის და ინდუსტრიის განვითარებით. სოფლიო სავაჭრო სამი მიმართულებიდან, ორგანიზაციის სამი მიმართულებიდან ერთ-ერთი გახლავთ ტურიზმი. თვითონ სიტყვა სავაჭრო მოიხსენებათ კომერციული მიმართულებებით არის. თან 4 კომპონენტს აერთიანებს, ეს გახლავთ ტრანსპორტი, განთავსება, კვება, გართობა. გეოგრაფიიდან გამომდინარე, გურიის რეგიონის, რომელიც განსაკუთრებულია და რესპუბლიკაში, საქართველოში, აი ამ წყობის, აი ასე ახლო მდებარე მთისა და ზღვის სინთეზი არცად არ მოიძებნება. ეხლა პირდაპირ ნათქვამია რა სარგებლობა მოაქვს. მე ასე ვიტყვი. ეს სიუჟეტს უყურებდი ეხლა და გათვითცნობიერებული ადამიანები, რომ თვითგამორკვევის პროცესი უკვე დაწყებულია ადამიანებში, რომ რა შეიძლება მოყვეს ამ დარგის განვითარებას. მოგეხსენებათ, ეს არის ეტაპობრივი ჯაჭვი ბიზნესის ამ დარგის განვითარებისა. მოდი ასე ვთქვათ, დავიწყოთ აქედან. მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ულამაზეს ხეობებში, ეს არის აჭი, ნატანების ხეობა, ჟუის ხეობა, თვითონ მაყურებელიც დაიზია რო არის მთისა და ზღვის სინთეზი აქედან გამომდინარე. კერძო სასტუმროებიდან დაწყებული, კვების ნატურალური პროდუქტებიდან დაწყებული, რითაც უნდა გამოიკვებოს შემოსული ვიზიტორი. ხლა ბატონი კახა ამბობდა, მე გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რა თქმა უნდა ამ ეტაპისთვის არ არის ინფრასტრუქტურული ობიექტები ისე კეთილმოწყობილი და მაყურებელსაც ვეთანხმები, მაგრამ აი გალბატონმა დააზინა ზეღა რომ მზადდება დაუშვათ პროექტი მზადდება იმის მიმართებაში რომ აი ეს ინფორმაცია რომ იყოს ერთ ბაზაში. აი ახლა ხან დღეს გახდით ბატონ ალეგო მამეშვიდთან ერთად გურიაში სადაც საინფორმაციო ცენტრის ამუშავებაზეა ლაბორატორია და რას გეტყვით. ეს არის უფასო მომსახურების დახლი, სადაც ეს ინფორმაცია თავმოყრილი იქნება და უფრო ფართე ფრონტით მიიღებს ამას როგორც გიგაბაზარი, ასევე საზღვარგარეთის ბაზარი. აი ეს ყველაფერი გასაგებია ბატონო დათა, მაგრამ კონკრეტულად აი რა რესურსს ჩადებს გურია ტრეველი, აი თავად გურია ტრეველი ამ ყველაფერში. აი წეგან მოგახსენეთ, ფისა და ზღვის სინთეზი მეთქი. ჩემი სარეალიზაციო პროდუქტი გახლავთ ჩემი მარშრუტები. ჯერ ინტელექტუალური პოტენციალი რაც გააჩნია სამსახურს და რომელიც მე 10 წელია უკვე მოდის შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად ვცდილობთ რომ პროდუქტი იყოს მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებული რომ სრულფასოვანი იყოს პაკეტი და ეს გაიყიდოს. ეხლა რას გეტყვით? სამთავერ მუნიციპალიტეტში რომელსაც ქვია ლანჩხუთი, ჯოხატაური და ოზურგეთი ტრეველს დამუშავებული აქვს მარშრუტები დინარეთა ხეობებში, როგორც ერთდღიანი, ასევე მრავალდღიანი ტურები. ეს არის ერთგვარი პროდუქტი, რომელსაც მე შევთავაზებ მომხმარებელს. რა თქმა უნდა, შესაბამისი ინფორმაციის, შესაბამისი ბაზაზე დაგმოვით. კიდევ ერთ რამეს მოგახსენებ. აი ტურიზმი მოგეხსენებათ არის ერთ-ერთი მიმართულება ტურიზმის გართობაზე მქონდა ლაპარაკი. ეხლა მეორე წელია უკვე მე აღარ ვუცდი თქვენ შეკითხვას, ამიტომ ვცდილობ რომ მოგცეთ ის რაც არსებობს და რაც გაუკეთებია სამსახურს. მეორე წელია უკვე დაფუძნდა ტრადიციული ფესტივალი აგიდელა და კი ბატონო, ეს რას ნიშნავს? ერთ-ერთი მომენტია აი ამ სეგმენტის განვითარების პროცესში, რასაც ქვია გართობა. იმიტომ რომ დაინტერესებული ვიზიტორი ეს იქნება შიგა ბაზრიდან თუ ახლოს საზღვარგარეთიდან და შორეულიდან, რა თქმა უნდა ეს განსაკუთრებული ფორმა
რომელიც ქართულ ხალხურ ცეკვას, ჩვენს პოლიფონიას, გურულ ხალხურ სიმღერას გააჩნია. გასტრონომიული მომსახურების ელემენტები ეს დღესაც დამუშავებულია. ეთნოგრაფიული ელემენტების წინაპლანზე წამოწევა ჩვენი ტრადიციების და რა თქმა უნდა არქეოლოგია უამრავი ზღვა მასალა არსებობს ჩემთან ასე რომ ეს დამალული არც ერთი არ არის. მადლობთ. გადავიდეთ კონკრეტული პროექტების განხილვით, ქეთი თქვენთან გადმოვალ, თუ შეიძლება დავიწყოთ გომის მთის საკითხით, როგორც ვიცი არსებობს IP, გომის მთის განვითარების, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავ დაფინანსებას იღებს ბიუჯეტიდან. ან რა იგეგმება წელს ამ კურორტზე, ამაზე რომ ვისაუბროთ კონკრეტულად გომის მთაზე. გესალმებით, მასალები მაყურებელს და მინდა გითხრათ, რომ გომის მთაზე იყო წეგან სიუჟეტი ვნახე ინფრასტრუქტურული. ეს პრობლემა მოწესრიგებულია, გზა მოხრეშილი 20 კილომეტრზე გესიდან. ეხლა მინდა გითხრათ და უთხრა მაყურებელს, რომ წელს პირველად გომის მთაზე იფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, რომელსაც ეყოლება ექიმი. სამედიცინო მომსახურება იქნება უფასო და პირველადი მედიკამენტები იქნება უფასო. მინდა გითხრათ ასევე, რომ გომის მთაზე უკვე 3 წელია დაინერგა და ვატარებთ ფესტივალს. ეს არის გომის მთობა, რომელიც შედგება კულტურული და სპორტული ღონისძიებებიდან და 12 აგვისტოს იგეგმება გომის მთობა და ნებისმიერ სურვილს შეუძლია დაესწროს ამ დღესასწაულს და ეს არის სახალხო დღესასწაული, რომელიც დაინერგა და ძალიან ფართო შეძინა ამას ყოველფერს გომის მთას ერთხელ. საინტერესო გომის მთაზე ტრანსპორტის თემაც, რომელიც საკმაოდ აქილევსის ქუსლი იყო ყოველთვის, ამ ხრივ ხო არ იგეგმება რაიმე, რაღაცა ორგანიზება რომ გაეწიოს ამ ყოველფერს. სამომავლოდ იგეგმება ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად იქნება ტრანსპორტიც დანიშნული. მინდა გითხრათ, რომ სუბუქი ავტომობილი შესაძლებელია. დიახ, ჩვენ ორგანიზება გვქონდა შაშან გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, სუბუქი ავტომობილებით და სამარშრუტო ტაქსებით აყვავდა მოსახლეობა, ვისაც ინტერესი ჰქონდა დასწრების ამ ფესტივალზე და წელსაც ალბათ ორგანიზებას გაუწევთ ამ ყველაფერს. ანუ ამ მიმართულებით პრობლემა არ იქნება. ანუ იმედია, რომ აი ფესტივალის დღეებისთვის, წინა დღეებში ან რაღაცა ინფორმაცია იქნება. ინფორმაცია იქნება აუცილებლად ჩვენ ამას გავაკეთებთ გაზეთის საშუალებით, ასევე საშუალებით რეკლამირებას და გელოდებით ყველას. დიდი მადლობა. ლიკა, უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა სამუშაოები ბახმარელზე. პრესინგის მიერაც არის ინიცირებული და საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს ველოდებით ყველანი. რას ველოდეს ტურისტი, რომელიც ბახმარელში ამოვა? აი, წელს რა მოესწრება წლევანდელი წლისთვის ხო აქვს ინფორმაცია? წლევანდელი წლისთვის იგეგმება რომ გაკეთდეს კინოთეატრი 100 ადამიანზე გათვლილი, იქვე შენობაში იქნება რესტორანი, კაფეტერია. ასევე იგეგმება ამბულატორიის გახსნა, აფთიაქი, სასტუმრო 15, რომელიც მომსახურება 15 ადამიანს. იგეგმება წყლის და გზის ინფრასტრუქტურა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ოღონდ ზუსტი თარიღი ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ გაგცემთ პასუხს. გასაგები. ბატონო კახა, გამომდინარე ამ პროექტებიდან, რომელიც ხორციელდება ბახმარელზე და რომელიც ახსენა ლიკა, ხანდახან ჩნდება მოსაზრება, რომ ხომ შეიძლება რომ ბახმარო იქცეს რაღაცა გარკვეულწილად ელიტურ კურორტად, რომელიც ანუ მაღალი ფენებისთვის იქნება. ანუ თითქოს რაღაცნაირად შეაშინა მოსახლეობა აი ამ პროექტებმა. როცა ბახმარო იყო წლების მანძილზე ან საშუალო დაბალი ფენისთვის გურიაში ან ერთ-ერთი ადგილი, სადაც ისვენებდნენ. აი თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? დავიწყებ იქიდან, რომ არა მარტო ბახმარო, შეიძლება უკვე ურეკიც იქცეს ელიტურ კურორტად იმ გარევიდან გამომდინარე, რომ სოციალური ფორმი მოსახლეობის ჩვენს რაიონში დაბალია და არ ამგონია მოსახლეობის უმრავლესობას კონდეს იმის ფუფუნების საშუალება, რომ თავის თავს მის ესუფლება წავიდეს და დაისვენოს ოჯახთან ერთად. ფაქტიურად იყო ისეთი შემთხვევები, რომ დასვენებისათვის ოჯახს, როცა ჰქონდა განთვლილი ბიუჯეტი დასასვენებლად, ხშირად აღემატებოდა მათ ბიუჯეტს და ამიტომ ვერ მიდიოდნენ ურეკში დასასვენებლად. მაგრამ აქ ძირითადად ჩემი აზრით უფრო სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს საქმე. აი მაგალითად წეღანს ვახსენე მე იყო ასეთი ლიგამ ახსენა და აქ მე მივესალმე ბატონმა დავითმაც გარკვეულწილად უნდა ჩამოყალიბდეს საინფორმაციო ცენტრი თვითონ ურეკში. აი მოხარული ვარ მაგის
და კარგია, მაგრამ მერწმუნეთ იყო პერიოდი ამ საკრებულოს მოწვევაზე, სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ქრისტიან-დემოკრატებმა დავაყენეთ საკითხი, ურეკში იყო ინტერნეტის პრობლემა 21 საუკუნეში. ეს არავის მე სახელმწიფო სტრუქტურებს ერთ წუთით არ ვდეფამაში ბრალს, ეს იყო კერძო ინვესტორის შემოსული, რომელმაც მოსახლეობას დაუმონტაჟა თავისი ხარჯები, მაშინ რა თქმა უნდა შესაბამისი ანაზღაურება მიიღო და შემდეგ უკვე გაწყვიტა ხელშეკრულება მოსახლეობასთან. ჩვენ დავეხმარეთ გარკვეულწილად მოსახლეობას, მივედით სხვათა შორის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იურისტთა ასოციაციას, მაშინ მივედით გამესაუბრენ, მაგრამ აქ იყო უკვე ისეთი სიტუაცია, რომ კერძო დავები იყო და თითოეულ მოსახლეს თვითონ უნდა მისულიყო და დავად თვითონ უნდა ამიტომ ბაჟი იყო და ნუ ამის გამო შეფერხდა ეს მომენტი და წარმოიდგინეთ ახლა 21 საუკუნეში ურეკში უნდა ყოფილიყო გარკვეულ ინტერნეტის პრობლემა, მაგრამ მე მინდა ვთქვა ის რომ გარკვეულწილად გაჟღერდა ჩვენს მიერ საკრებულოზე და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ამას მიეცა შესაბამისი შეფასებას და ყურადღებაც მიექცა ისევე როგორც მე როგორც ამ საკრებულოს მოწვევის წევრი დეპუტატი უკვე დიდი ხანია მე ფაქტიურად ვიცნობდი ბატონ დავითის მიერ დამუშავებულ პროექტს თავდაზღვარი არის ასეთ ხო არ მიშლება ბატონ დავით თავდაზღვარი ზუსტად სინთეზურად ჩვენ გვაქვს ესეთი საშუალება რომ აი გორი განსხვავებულად ჰავით განსხვავებული კურორტი დაკავშირდეს ერთმანეთთან წლების განმავლობაში ქონდა ბატონ დავითს დამუშავებული ეს და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება ჩემი წილი პასუხისმგებლობას როგორც დადებითს ესე უარყოფითზე მივიღებ არ ვიქცევი ამ საკრებულოსთან მიმართებაში მაგრამ კიდევ ერთ დადებით ნაბიჯად შეიძლება ეს მისვას რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიეცა შესაბამისი ყურადღება დაეთმო და განვითარდება ეს პროექტი ისევე როგორც ეკონომიკურ ბრძანეთ ეკონომიკის სამინისტროს და წლების მანძილზე ეს პრობლემა ედგა ამათ მე ვიმედოვნებ რომ ასეთი გადადგმული ნაბიჯებით განვითარდება კურორტი მაგრამ რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს სოციალურად ასეთ სოციალურ ფონზე ეს უკვე ძნელად საორიენტირებელი იქნება. ეს ბატონ დათოს კითხოთ, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება, რომელიც იმედია გვესაუბრება საექსკურსიო ტურებზე, რომელსაც მისი ბიურო შესთავაზებს ტურისტებს, ანუ რა მიმართულებით იქნება ეს ტურები და ანუ ფინანსურად მართლაც რამდენად ხელმისაწვდომი იქნება. არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ თუნდაც ადგილობრივების გადაცემა. ბატონმა გახამდა აზინა, არ მინდა მე გამოვიდეს ეს გამუქებულ პიარში. 10 წელი გავიდა, დაუშვათ მე 10 წელია დღეს დაწყებული უკვე, რომ აი მუშაობ მართლა რუდუნებით, მაგრამ დურებაზე ცუდი უზნეობა არ არსებობს. ღვთის მადლით სამხარეო სამსახურებდა პირდაპირ ვიტყვი ამას, მე არც მწვანეა და არც მერიდება არავის და არც შიში არა. ბატონი ვალერის ჩართულობა. ხალბატონი ლიკა დამეთანხმება გურია ტრეველის ურთიერთობა მის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან. ხალბატონი მარინა ჯაფარიძიდან დაწყებული. შემდეგ წელს აი შარშანიდან ვამბობ ახლა უკვე. ბატონი ალეგო მამეშვილი, ინა საჯაია, მთელი საკრებულო მუნიციპალიტეტის. ბატონი ილია, ჩვენი გამგებელი. აბსოლუტურად მუშავდებოდა ეს საკითხი, რომ ცოტათი მინდა ორი სიტყვით მოგახსენოთ. იმიტომ არა, მაგრამ მე ვამბობ, ეს არის მართლა გადადგმული ნაბიჯი. რომ შეუქმნეს ამ სამსახურს იმის საშუალება, რომ უფრო ფართე ფრონტით იმოქმედოს იმ პროდუქტით, რაც მე გამაჩნია, ხო? ეხლა თქვენ გითხულობთ ფასებს. მოდი ერთ რამაზე ტურებიც ანუ დავასახელოთ რა ტურები გვაქვს. გეხვეთ, კი ბატონო, ეხლა მე მოგახსენებ. ძირითადად მრავალფეროვნება ტურის არაში აისახება ხასიათის მიხედვით, რაც მრავალფეროვანია ტური. აი მოგახსენებათ ეს არის გართობა, ექსტრემალური შეგრძნება და შემეცნებითი ანალიზი. ეს სამი ძირითადი ფაქტორი უნდა ახდენს ყველა ტურს. ეხლა მოგახსენებთ საექსკურსიო პროგრამა. კულტურული ისტორიული მემკვიდრეობა სამთავე მუნიციპალიტეტში გადასარევი გვაქვს და უძველესი ეს ჩართული იქნება ყველა ტურში. შემდეგ ბუნებრივი მემკვიდრეობის მონახულება და ნახვა. ქართული სამზარეულოს, კერძოდ გურიისთვის დამახასიათებელი სამზარეულოს გამოკვების მომენტები, რაც ამ ტურს ეახლება. ეხლა რაც შეეხება ფასებს. იცით რა არის? ტურისტულ ბაზარზე საერთოდ აი ამ ბიზნესში თავარია ფასის პოლიტიკა. ჩვენ ერთ რამეს ვერ ვითვალისწინებთ. აი თუნდაც ურეკის მაგალითი ბატონო გახარო. მოგეხსენებათ იმის მაგიერ რომ ადგილობრივმა მეწარმემ თუ ბიზნესმენმა რომელსაც აქვს ასტრონომიასაც აქვს თავში გასტრონომიული ობიექტი. სეზონი რომ 45 დღეზე არის და ამის გაზრდაზე ვემუშავოთ, რას ნიშნავს გაზრდა? როცა უკაცრავად და კურორტზე არავინ არ შედის და შედიხარ დაუშვათ სასტუმროში და ის გიფასებს ისეთ ფასს, რომელიც მიუღებელია.
უხერხულია ძალიან. არსებობს საზღვარგარეთ ესეთი კურორტები, რომელიც უფრო მიზიდველი. ამიტომ შეგვიძლია, მოდით ხალხო 1-2 წელი თუ შეიძლება ესეთ ცუდი ფორმით ნუ გამიგებთ. ზარალსაც არ დავარქებ ამას, იმიტომ რომ ზოგმა ქვეყანა. ანუ გავიღოთ გარკვეული. ეხლა გეტყვით ერთ რაღაცას, იმიტომ რომ მსოფლიოში არსებობს ქვეყნები, რომლებმაც მთელი მსოფლიოს ხალხი, დასაქმებული ხალხი 10% ტურიზმშია. ზოგიერთმა ქვეყანამ რაკნათ იცი დაუწია ფასებს. ფასები რა გაიზარდა რაოდენობა ვიზიტორთა. რა მივიღეთ აქედან? შემომსვლელთა ճარბი რაოდენობა, გამიგეთ? კი, მე მესმის მათ პოზიცია, რომ იქ გარკვეულწილად ხარჯებია ენერგიის, ის, აი, წეღარ ორწანები გადამახარო. აი, საინფორმაციო ცენტრი რას მომსახურე, ეს მართლაც სერიოზული გადადგმული ნაბიჯია მთავრობის მხრიდან, რომ აი ამ საინფორმაციო ცენტრში, აი, შემოქმედში მაგალითად ადამიანი აწარმოებს თაფლს. რომელსაც აქვს მისი საოჯახო მეურნეობა, აგროტურიზმის მიმართულებებია თქვენ შემოგვიყვეთ. საინფორმაციო ცენტრში ეს ყველაფერი თავმოყრილი იქნება გურია ტრეველის პროდუქტიდან გამომდინარე, გამიგეთ? აი უბრალოდ რა ხდება, აი ამ გლეხური პროდუქტის შეტანა და არა ვიღაც უკაცრავად გადამყიდველის მიერ შეტანილი პროდუქტი გაიაფებს კვების რაციონს. პირდაპირ კონტაქტი მოხდება ტურისტსა და ეს ჯაჭვურია ეს რეაქცია ქალატონში. იმიტომ განთავსება ვთქვით, ტრანსპორტი ვთქვით, გართობა და პლუს ამას ეს არის ტურიზმის მთელი ამოსავალი. ამიტომ ფასის პოლიტიკა პირველ ეტაპზე მაინც მოგეხსენებათ, რომ ეს არის ეტაპობრივი განვითარების ბიზნესი. უცებ არაფერი არ გეტდება. და სხვათა შორის ნაკლებ ხარჯიანია თუ სწორად მიზანმიმართულად მივცემთ ყოველ სექტორში იმას, აი ტრანსპორტი მაგალითად არ უნდა იყოს იტაციავო და გვერდისავლა რაღაცით. შემდეგ აი კვების პროდუქტებზე მაგ ლაპარაკი, თუნდაც ამის შეტანა ეს მეორე. სასტუმრო სექტორში მე მესმის მე პატრონების პოზიცია რომ ძვირი უждდებათ რაღაცა თავისთავად სახელმწიფოც იზიარებს. აი საგადასახავსო სისტემაში ცვლილებები აუცილებლად რომ მეტი შეღავათები იყოს. ეს მოგცემს რაღაც გაზრდის დაბირთვას ყველა სექტორში დავატოვებინოთ პული შემოსულს ხო როგორც შიგა ბაზრიდან ასევე უცხოეთის ბაზრიდან მაგრამ ამას უნდა იცით რა აი რა ხდება ახლა ორი სიტყვით გეტყვით და აღარ მოგაწყენთ თავს ეს არის თლიანი ჯაჭვი ურთიერთობებისა სადაც სახელმწიფო სექტორი კერძო სექტორი შეფასე გურიატრებელი თუნდაც მე მოსული კიდევ შემოვიდეს გურიის ბაზარზე კონკურენტი ორგანიზაციები, რომელიც კეთილ ჯანსაღ კონკურენციას გაუწევთ ერთმანეთს. და ეს რას ნიშნავს? მე გთავაზობ ამ ფასში, შენ გთავაზობ ამ ფასში. ეს მისაღებია, ეს ელემენტარული ენით რომ ვთქვათ რა. გასაგებად შეიძლება. დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერს 27 56 62. შეგიძლიათ დაგვირეკოთ და დაუსვათ თემასთან დაკავშირებული შეკითხვები ჩვენ სტუმრებს. ხა კეთი შენთან გადმოვალ დაბა ურეგზე რომ გადავიდეთ, რომ იქაც სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც ვთქვი, ბატონმა დათომ ახსენა ასევე საინფორმაციო ცენტრი. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ვიცი, ალბათ არის კანალიზაციის და წყალგაყვანილობის პრობლემა, რომელსაც ასახელებს უკლებლივ ყველა ურეკელი და ტურისტი. აი, ამ მხრივ რა იგეგმება წელსულებში? მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე იგეგმება ბულვარი კეთდება კილომეტრამდე და სექტემბრისთვის იგეგმება კანალიზაციის და წყლის რეაბილიტაცია მთლიანად ურეკში. ასევე მიდის სხვადასხვა მშენებლობები სასტუმროების დასუფთავებულია პლაჟი და ეტაპობრივად კიდევ სუფთავდება ყველაფერი და ამ მხრივ მე მგონი მოწესრიგდება და რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრს. საინფორმაციო ცენტრი ალბათ ამ სეზონზე უკვე გაიხსნება და დაიწყებს ფუნქციონირებას. დიდი მადლობა. ლიკა, შევეხოთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსაც, სადაც გარდა პლაჟისა გვაქვს ძალიან ბევრი ეკლესია, მონასტერი. ანუ როგორც იცი, იქაური IP საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს საოჯახო ტურიზმის განვითარებაზე. ან თუ შეიძლება ვისაუბროთ ლანჩხუთზე? კი ბატონო, ლანჩხუთის IP, რომელიც დაგვიქვნა 2000 წელს, აქტიურად მუშაობს, მე როგორც ვიცი. მას აქვს რაღაც ძალიან მრავალფეროვანი ტურები დაგეგმილი და განხორციელებულიც. წეგან ბატონი დათო საუბრობდა სხვადასხვა სახეობის ტურებზე. წეგან ვახსენე ვებგვერდი, სადაც სასტუმროები განთავსდება. აგრეთვე შესაძლებელია, რომ განთავსდეს ტურები. ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა კერძო ბიზნესის ნებისმიერმა ტურისტულმა კომპანიამ შეუძლია განათავსოს ვებგვერდი იქნება იმ სისტემის, რომ ეს თავისუფლად მოხერხდება. ეს იქნება, რა თქმა უნდა,
ქართულსგან ინგლისურ და რუსულ ენოვანი ვებგვერდი და მის ტურებს, ანუ ნებისმიერი ტურისტული კომპანია შეუძლია მიმართოს და ეს გავაკეთოთ, გაიცნობს სოფლიო და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება რომ ეს ნახოს. აგრეთვე ამ პროექტის ფარგლებში ვაკეთებთ გურული კერძების პოპულარიზაციას. ზოგი არის ცნობილი, სხვა კუთხეებისგან განსხვავებით არ არის ფართოდ ცნობილი და ზოგი გამოკვლეულიც არ არის. პროექტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა პროფესიული სასწავლებელთან, ჰორიზონტთან, ადგილობრივ რომელიც მდებარეობს ოზურგეთში და მათი ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ ტურიზმის ფაკულტეტზე, ჩართულნი არიან ამ კვლევების და შემდეგ გავაკეთებთ მის პოპულარიზაციას გაზეთების საშუალებით. გამოვაქვეყნებთ რეცეპტებს და კარგი იქნებათ მომავალში გაითვალისწინოს რესტორნები და მენიუში შეიტანენ გურულ კერძებს და ფართო განსაკუთრებით საინტერესო საკურორტო ზონებში იქნება. საკურორტო ზონებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. კიდევ მოხდება ამ პროექტის ფარგლებში რუკის შედგენა, ელექტრონული რუკა გვექნება, რომელიც დაიბეჭდება გზამკვლევთან ერთად და ესეც ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გავრცელდება ხალხმრავალ ადგილებში, შეიძლება აეროპორტებში და ასე შემდეგ. მოკლედ წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება და მომავალშიც კიდე რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მუშაობას და რა თქმა უნდა კიდევ და უფრო დაახტება ტურისტებს ჩვენთან იმედია. მადლობთ. ბატონო ახლა მე ვახსენე საოჯახო ტურიზმი შეკითხვაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია და რამდენად პერსპექტიულია ამ დარგის განვითარება? ანუ გულისხმობ იმასაც, რომ ხშირად არის რეგიონში სასტუმროების პრობლემა. ადგილები, სადაც შეიძლება რომ ტურისტები განთავსდნენ. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ კერძო სექტორი ჩაერთოს ტურიზმის განვითარებაში? თუნდაც სასტუმროების სახით. სასტუმროების სახით კერძო სექტორის ჩართულობა ცოტა დაბალია, მართალია და საჭიროა ცოტა მეტი აქტიურობა, მაგრამ უნდა გამომდინარე, რომ აგერ ბატონო დავითმა ბრძანა რომ ესე იგი შეიძლება ფასი დაბალი იყოს. ეს იმით გარკვეულწილად ჩვენ გამიხილოთ ურეკი მარტო დასასვენებლად კურორტად კი არა, ანუ უნდა გამიხილოთ ჩვენ ურეკი სამკურნალო კურორტადაც არა. აი მაგალითად ყველა კარგად იცის რომ მაგნიტური ქვიშა, მაგნიტაში არსებული მაგნიტური ქვიშა არის სამკურნალო. გარკვეულწილად სახელმწიფო მარტო კერძო სასტუმროების და იმას მშენებლობაზე და განვითარებაზე კი არ უნდა იღონოს რაიმე, აი გარკვეულწილად როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი ერთ-ერთი დიალიზით დაავადებულთა პაკეტი რო ჩაიდვა სოციალურ პაკეტში, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა თქვენს და ანალოგიური შემუშავდეს უნდა პროექტი და სოციალურ პაკეტში ერთ-ერთ მუხლად უნდა ჩაიდვა სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებისათვის, ვისაც სამკურნალოდ ჭირდება მაგნიტური სილა და მათთვის შეღავათების დააწესო და გარკვეულწილად რომ მათი მკურნალობა წასვლა დააფინანსოს სახელმწიფომ თვითონ და რაც შეეძლება თავად კერძო სასტუმროების განვითარებას, მე მათთან მგონია შეხების წერტილი გარკვეული მეწარმესთან და უმრავლესობა ასახელებს ერთ-ერთ ძირითად მიზეზს განუვითარებლობის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ არის ძალიან დიდი გადასახადები. ეს იქნება საგადასახადო კუთხით იქნება თუ სხვა და თუ სახელმწიფო ეფექტურად უნდა რომ განვითარდეს ეს დარგი გარკვეულწილად შეღავათები უნდა დაუწესდეს იქ ელემენტარულად ახლა მე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ აღვნიშნო მომას რომ წინა საკრებულოს ხდომაზე ჩვენთან იყვნენ ჩამოსული არა მარტო ჩვენთან სამხარეოშიც იყო ადამიანთა ჯგუფი მისული რომლებმაც შარშან მიეცათ ასე თქვა შენიშვნა და არც თუ სამართლოდ უსახური სავაჭრო ობიექტები იყო იქ განთავსებული და მოსთხოვეს სტანდარტების დაცვა და გარკვეულმა კატეგორიამ დაიცვა ეს სტანდარტები, მაგრამ მათ ჰქონდათ პრობლემა, უკვე მზადება მიდის და ფაქტურად შეიძლება ითქვას უკვე შემოსულია ფაქტურად რამოდენიმე დამსვენებელი და მათ არ აქვთ უფლება რომ გაანახლონ იმ სტანდარტებში მიმდინარეობდეს მათ ჯიხურებში ვაჭრობა. არის დაპირებები, წინასაკრებულოზე ჩვენ გავაჟღერეთ ეს საკრებულოს ხდომაზე და მოგვეცა პირობა და დღეს მოვიწვლიეთ აღნიშნულთან დაკავშირებით და ამ დღეებში მათ მიეცემათ ვაჭრობის ნებართვა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება რომ ამ ხალხს ცოტა დაჩქარებული ტემპებით მიეცეს ვაჭრობის უფლება, რომ აი სეზონზე მათ შემოსავალი, რასაც იმიტომ რომ ამ თითოეული ჯიხურის უკან დგას ოჯახი, საიდანაც აქ ბანკის კრედიტია თუ შემოსავალია თუ გათვლილი ბიუჯეტია და აი სეზონი დათომ რომ ბრძანა 45 დღეაო, ხო? ისაც ამინდები არ მისცემს საშუალებას და რომ ეს 45 დღე გამოიყენო. მაქსიმალურად გამოიყენოს ამ ხალხმა და ჩაერიოს ამაში შესაბამისი სტრუქტურები. მადლობ. ბატონო, გადავიდეთ ფესტივალების თემაზე, თქვენ ახსნეთ აგიდელა და აგუნა, რომელიც უკვე დიდი ხანია ტარდება. რატომ აგიდელა და აგუნა იქნებ განგვიმარტოთ და თვითონ ფესტივალის შესახებაც ვისაუბროთ? კი, რა თქმა უნდა.
ძალიან მოგახსენეთ რომ გურიას საოცარი ეთნოგრაფია აქვს. აგიდება ეს გახლავთ შრომის სიმღერა. ჭირნახულის დაბინავება. გურიის და გურული გლეხის და საერთოდ გურულის სიხალის ღვთაებაა ეს. ფარცასცემა. აი აგიდება არის თველის მომენტი. აგუნა კიდე არის ღვინის კულთან დამოკიდებულება, ეხლა აღარ დავშიფრავ მაგას. ამიტომ დავარქვით ამ ფესტივალს აგიდება და აგუნა, როგვით განფენილი დიდ რობაკიძეს საოცრად აკნავდა ამასთან დაკავშირებით. წერან განმეორდები ისევ ერთხელ რომ ერთ-ერთი კომპონენტი ტურისტული ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების მიმართებაში აქვს გართობა, ხო? მეორე ვარიანტი. ეს ერთგვარი პოპულარიზაცია იმ ხალხური ტრადიციის ამ შეუფასებელი სიმდიდრისა, რაც გააჩნია ჩვენს ქვეყანას. მეორე წელს ჩატარდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსული კოლექტივები და ანსამბლები. მაგუფილი ვარ, რა თქმა უნდა, კავშირები გაიზარდა, ბავშვები შემოდიან. ახლა უყურე რა ხდება, თქვენ წარმოიდგინეთ ჩამოსული ანსამბლები ხო გარკვეულწილად ჩერდებიან კურორტის ტერიტორიაზე. ესეც ერთგვარი შემოსავალი. გართობა, შემოსავალი, პლუს ამას ბიუჯეტში ფული, ხო? ახლა რა გითხრათ? მოდი ეწერა ფასებზე გქონდა ლაპარაკი. შემოვიდა დაუშვათ ნებისმიერი კოლექტივი, ქართლია ეს, კახეთია. აი კერძო საოჯახო სასტუმროებზე მაქვს ლაპარაკი. თუ აქ გურიაში ფასებია ესეთი, რომელიც მიუღებელია, აგერ კონკრეტში გადავიდნენ 13-15 ლარში სამჯერად იკვებით, გამიგეთ რა, აი რაოდენობაზე ერთხელ ლაპარაკი. 3 მაგი, 4 მაგი დადვითვა ყოველი ასეთი ფესტივალის ნებისმიერი ასეთი გასართობი ღონისძიების ჩატარებას. და ღვთისმადლით ეს ტრადიციულია, ცუდი არ არის და მინდა მართლა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა გადაუხადო ურეკის კულტურის სახლს და მის დირექციას გვერდში დგომისთვის. ყველა თანამშრომელს ვინც იქ იყო. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო ლიბერტი ბანკს, ბატონი ავთოს ხელმძღვანელობით, იმიტომ რომ მოგეხსენება დასამალი არაფერი არ არის, ყველა ფესტივალს თავისი მოსაგრებელი აქვს, ამიტომ ცივილური ყოფილიყო ეს ყველაფერი და გამფირვალე. ლიბერტი ბანკში შევედი როგორც სამსახური, შეზღუდული საზოგადოება, შეფესი გაიხსნა ანგარიში და ტექნიკური საშუალებები აქვს ამ ბანკს და მანქანები ეყენა იქა. შეულებრივად მოხდა ამ მოსაგრებელის შეტანა, რომელიც იყო გამფირვალე და მისაღები. შემდეგ მეორე ურეგელმა ხალხმაც გარკვეულწილად გარკვეული გადასახედები გადაიხადა და ეხლა ერთი რამ მინდა დავზრდო ინტერნეტთან ერთად ბატონო ხა აუცილებელია საბანკო სისტემის ფილიალების ამუშავება კურორტის ტერიტორიაზე დამჯერეთ რა. ეს ცივილური გადადგმული ნაბიჯი იქნება, იმიტომ რომ დამშვენებელი მოდის ხან ბოჩი უნდა წავიდეს, ხან ქოხურეთში უნდა წავიდეს. არაფერ სირთულეს ეს არ წარმოადგენს. არა, კეთილი გასაგებია, შესაძლებელია რამდენი, ჩვენ ვიცით რომ აი მაგნეტიტი, ურეკის შვაგული, ცოტა მანძილი შეიძლება დიდი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია თვითონ საბანკო სისტემა მაიამ, რომ ხელი შეუწყოს ერთგვარად დამშვენებელს თვითონ იქ მოვაჭრეს თუ ადგილობრივ ბიზნესმენს, რომელსაც აქვს საკუთარი ბიზნესი. გასაგებია, მადლობა. ეს განაგრძობ ფესტივალების თემა, საკმაოდ ბევრი ფესტივალი გვაქვს გურიაში, დღესასწაულები, ალეგრობა, იგივე გიორგი სალუქვაძის სახელობის ფესტივალი, პასკის საერთაშორისო ფესტივალი. რამდენად შეიძლება კალენდობა რა თქმა უნდა ადგილეთ? რამდენად შესაძლებელია ამ თითოეული მათგანის გამოყენება ტურისტების მოსაზრდად? ეს ტურისტებისთვის სანახაობრივად ძალიან საინტერესოა და კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს მხარეს. ჩვენ აღვადგინეთ და 3 წელია უკვე არის ფესტივალი ალეგრობა, რომელსაც ოზურგეთობა დავარქვით. ეს იყო ძალიან ძველი ტრადიციების მქონე ფესტივალი, რომელსაც თავის დატვირთვა ჰქონდა, აქ იკრიბებოდნენ ჭადრების ბაღში, იწურებოდა ღვინო, იულებოდა ჯანჯუხა, ასე ვთქვათ, იმართებოდა ცხენჯირითობები. გურულის ნიგერში ჭადრები. დიახ, გურული მელექსები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსების თქმაში, სიმღერაში და ძალიან სანახაობრივად ეს იყო ძალიან
შთამბეჭდავი და გვინდა რომ ეს ყველაფერი აღვადგინოთ. ასევე კალანდობასაც თავის დატვირთ აქ ჩიჩილაკს მოგეხსენებათ მეკვლეს იქ ფიშტოს გასროლა. რა ვიცი, ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება პასკების ფესტივალს, მინდა დიდი მადლობა გადავხატო ხალბატონ ლია კილაძეს, რომელიც ორგანიზატორს უწევს ამ ფესტივალს და ძალიან საკმაოდ დიდი დაინტერესება მოყვა. მე პირადად, როდესაც ვიყავი ხა თბილისში წასული, გავიარე ტრენინგები დიახ და საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ სააგენტოში, ტურისტთა პოპულარიზაციის სააგენტოში გავიარე პრაქტიკა, საიდან ძალიან დიდი დაინტერესება მოყვა ამას და სამომავლოდ აუცილებლად ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა ამ ფესტივალზე. ახლა რამდენად ხდება აი ამ ფესტივალების საინფორმაციო ზრუნველყოფა, რათა ბევრი ადამიანისთვის გახდეს? იცით რა არის, ეხლა საინფორმაციო ცენტრის შექმნა კიდევ ერთხელ აი ამაში ხელშედის. ჩვენ ინტერნეტის მეშვეობით ვცდილობთ რომ გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, გვერდის მეშვეობითაც დაიდება ეს ინფორმაცია აუცილებლად და ვფიქრობ რომ ძალიან დიდი დაინტერესება მოყვება ამას ტურისტების მხრიდან. მადლობა. გადავიდეთ სტრატეგიულ გეგმაზე, როგორც ვიცი, გრძელვადიანი გეგმა არსებობს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ანუ რა არის ჩადებული ამ გეგმაში? ანუ რა არის გაწერილი, რა მიმართულებებით შეიძლება განვითარდეს ტურიზმი ჩვენ? კერძოდ ტურიზმის სფეროში სტრატეგია ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ეხლა ვაპირებთ, რომ დაიწეროს 3-წლიანი გეგმა. სადაც იქნება გარკვეული გურიას გააჩნია პოტენციალი, რომ განვითარდეს სხვადასხვა სახეობის ტურიზმი. ამის ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ექსპერტის დახმარებით მოხდება დაყოფა, რა უნდა გააკეთოს დაუშვათ თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს, რა სტრატეგიაში ჩაიდება, რა უნდა გააკეთოს კერძო სექტორმა ტურიზმის განვითარებისთვის, რა უნდა გააკეთოს ადგილობრივმა და რეგიონალურმა ხელისუფლებამ და როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთად. მე როგორც მოგახსენეთ, ეს ალბათ ოქტომბრის თვეში დაიწყება ამის გაკეთება და ყველას შეუძლია რომ ჩაერთოს სტრატეგიის შემუშავებაში. მინდა ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაზე ვთქვა ორი სიტყვა. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა სამხარეო ადმინისტრაცია ახორციელებს ასეთ გაცვლით პროგრამას Eurodisseis. ამ პროგრამის შესახებ ჩვენ გაზეთების საშუალებით ძალიან ბევრჯერ დავწერეთ და ტელევიზიითაც ვისაუბრეთ. რამდენიმე საქართველოს რეგიონებიდან პირველი იყო აჭარა და მეორე არის გურია, რომელიც ჩართული ამ პროექტში. ეს არის ძალიან კარგი პროექტი, სადაც ხდება ახალგაზრდების სტაჟირება ევროპის სხვადასხვა რეგიონებში. ამ ეტაპზე ძირითადად ტურიზმის სფეროში. ამ ეტაპზე გურიათელი ვახტანგ ბარსელონაში ტურიზმის ჩვენი ხელშეწყობით აბსოლუტურად გადის ბარსელონაში ტურიზმის სფეროში ტრენინგებს, სტაჟირებას, ტურიზმის და მომსახურების და ეხლა სალომე ჭეფხოძე ისევ გურიანთიდან გაემგზავრება საფრანგეთში, კერძოდ ალპებთან ქალაქ გრენობლში, ისიც სასტუმროს ბიზნესში გაივლის სტაჟირებას და მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ახალგაზრდებს, რომლებიც იქნებიან დაინტერესებული, მოვიდნენ ნებისმიერ ვინც ამ კრიტერიუმებში დააკმაყოფილებს, უნდა იყოს 18-30 წლამდე და უნდა ფლობდეს ერთ-ერთ ენას ევროპულ საშუალო დონეზე მაინც, იმიტომ რომ იქ ერთთვიანი უფასო კურსები იქნება. და ეს არის ძალიან კარგი და ასევე ვთხოვ კერძო სექტორსაც, ვინც დაინტერესებული იქნება, შეუძლიათ ევროპიდანაც მიიღონ სტაჟიორი, ვინც დაინტერესებული არის ამით, შეუძლია მომართოთ და მე ხელშეუწყობ, რომ ეს პროგრამა კი დავაკავშირდეთ და რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს გურიაში და ძალიან ბევრი სასარგებლო საქმეს გააკეთებს მოკლედ. დიდი მადლობა. ახლა თუ შეიძლება რაღაცა გარკვეულწილად რეკომენდაციების მსგავსად რაღაც ანუ ოპოზიციური ფრთიდან უთხრათ ხელისუფლებას თუნდაც სამუშაო ადგილების თვალსაზრისით თქვენ ახსნით სოფლის მეურნეობა რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია ტურიზმთან როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ისე დავაკავშიროთ ერთმანეთთან რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები ეს ყველაზე მტკივნეული წერტილი არის გურიაში დღესდღეობით მოდი დავიწყოთ იქიდან რომ სახელმწიფო რო შესაბამისად თავის დროზე დაინტერესებული იყო და მისთვის პრიორიტეტი ტურიზმი ყოფილიყო ჩვენ სტუდიაში ვინც ვგზავნდებით თქვენს მიერ მოწვეული დღეს ამ თემებზე არ ვისაუბრებთ ანუ პირველ საფეხურზე არ ვისაუბრებთ ხო უკვე სხვადასხვა უფრო მაღალ საფეხურზე ვიქნებოდით და სხვა პრობლემებს შევეთამაშებოდით და გადაჭრის მეთოდებს დავსახავდით აქ ეს ერთი
მეორე დააკვირდით მე მინდა გავამახვილო ყურადღება ყველასთან დიდი ბოდიშის მოხდით უკვე ეს ხელისუფლება აქ არის უკვე 8 წელია სათავეში აი 8 წელი გავიდა იმას შემდეგ რომ ერთ-ერთ სტრატეგიული დარგზე დაეწყო ხელისუფლებას განვითარებაზე უпроსტად დაეწყო ფიქრი და ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე არის ხო ეს მეორე რაც შეეხება რეკომენდაციებს თქვენ როგორც მითხარით მე აი სოფლის მეურნეობა პირდაპირ კავშირშიაო აქ ვინც მოიწვიეთ თქვენ ჩემს გარდა ასე ვიტყვი ყველა არის პროფესიონალი ამ საკითხში ჩახედულია გარკვეული ასე ვთქვათ სამუშაოები და შრომად ჩადებული აქვს ღამეების შეიძლება ითქვას გათენებული აქვს ხალხს ამაზე მუშაობით და აქ გაიჟღერა იგივე საინფორმაციო ცენტრთან მიმართებაში რომ ბატონმა დავითმა ბრძანა შემოქმეჭი ადამიანი თაფლს ამზადებს იქნება ეს საინფორმაციო ცენტრში აქედან გამომდინარე არ იქნება ეს გადამყიდველის ხელში პირდაპირ გავა კავშირშიო ეს იმის დასტურია რომ გარკვეულწილად საჭიროა ეს სოფლის მეურნეობის განვითარება ხო მეორე ჩამოსულ სტუდენტ იმას სტუმარს ხო გარდა მომსახურებისა რაღაცა ხო უნდა შევთავაზოთ ჩვენ ეს იგივე ასე ვთქვათ ქართული სამზარეულოს მიზნით მესამე ბატონმა დავითმა რომ ეს დიდი პროფესიონალია ამ საკითხში აღნიშნა რომ ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებები არსებობს ლიგა მაგრამ ახსენა ფოლკლორული ტურიზმი აგე სხვადასხვა სახის ტურიზმი ანუ იგივე აგუნასთან დაკავშირებით ანუ ჩვენ თუ არ დავივიწყებთ ჩვენს ფესვებს ჩვენ თუ პოპულარიზაციას გავუკეთებთ იგივე ჩვენს ტრადიციებს ქართულ გურულ ტრადიციებს რომელიც აგერ ჩემოაკეთებ ლამაზად ახსნა იგივე პასქის ფესტივალი რომელიც ულამაზესია და მე არ მეგონა თუ ოზურგეთში ან ჩოხატაურში იმდენი დიასახლისი ბრძანდებოდა და ასეთი ასე ვთქვათ გააჩნდათ მათ დამზადების კულტურა რაც მე იქ ვნახე ხო აი ეს თუ ამხელა ფანტაზია რომელიც ჩაიქცევათ აი ეს თუ განვითარდება ამას თუ არ დავიწყებთ ჩვენ თუ განვითარდება სოფლის მეურნეობა თუ განვითარდება ის დარგები რომელიც პირდაპირ ან მომსახურებების სერვისი ხო აი რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული იგივე კომუნიკაცია მიწისქვეშა კომუნიკაციები მაქვს მხედველობაში ხო აი მაშინ ტურიზმი მისით განვითარდება მერწმუნე თქვენ მისით განვითარდება მხოლოდ შემდეგ ჩვენ ეს თუ იქნება ყველაფერი უკვე მერწმუნე ჩვენ ეს საზოგადოება თუ არა ჩვენზე უფრო განათლებულები იქნებიან აქ და თემა იქნება უკვე კონკურენცია აი შავი ზღვის ზოლზე დიდია კონკურენცია ეგრე ჩვენი აჭარის სახით დიდია კონკურენცია დაუშვათ სამთო კურორტები რო არის ეგრე გუდაურის სახით მაგრამ აი თქვენ სწორად ამისნაირ ხო არ ჩამოყალიბდება ეს ელიტურად როგორც გუდაურია როგორც ბაკურიანი არა იქნება ეგ ისას იქნება მაგრამ სახელმწიფო უნდა იზრუნოს იმაში რომ გარკვეულად არ ჩამოყალიბდეს ურეკი იგივე ბახმარო იგივე ნასაკირალის წყლები თუ აღორძინდა და მიეცა ის დატვირთვა რაც ეკუთვნის მას არის და არა მარტო აი ხლა არის უკვე წლებია მაგასთან მიმართებაში მოთხოვნა და გადასარევი ასე ვთქვათ ლანდშაფტი იშლებოდა ეგ მისი დასვენება მაგრამ მე მერწმუნედ რამოდენიმე წლის უკან ჩავედი მახსოვდა ეგ რო ვიყავით ჩასული და გზაც არ იყო საცალფეხობილი იყო. აი ამას აქ არა მარტო ფუფუნების დატვირთვა, არა სამკურნალო დატვირთვა. უნდა გაიმიჯნოს ეს. ამაში უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, რომ არის კატეგორია, რომელიც სოციალურად შეჭირებულია, არის კატეგორია, რომელსაც მკურნალობა ჭირდება და ის უნდა იყოს აუცილებლად მიიღოს ასე ვთქვათ ის პროცედურები ქვიშის სახით, რაც ურეკის მაგ გააჩნია მაგნიტისურად, ნაბეღლი იმას წყალს გააჩნია, იმას რა ქვია, ნასაკირალის წყალს, ის ჰავა უხდება, რომელიც ბახმაროს აქვს, ეს არ უნდა ჩამოყალიბდეს ელიტურად, ამაში უნდა ჩაეროს, ამის მართვაში უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და დანარჩენი, რაც კალბატონებმა და ბატონმა დავითმა ბრძანა, თუ ამას მივახციოს, ამ განხრებს, მარტო ტურიზმს კი არა, აი ტურიზმი რაზეც ეფუძნება, იმას არ დავიწყო და სახელმწიფო განავითარებს, მერწმუნე თქვენ რომ მისით განვითარდება ტურიზმი. წელს აბსოლუტურად ბენეფიციარები ისვენებენ ურეკში ამის ძალიან კარგი ტრადიცია. დიახ და დღესდღეობით ურეკში სასტუმრო მეგობრობაში ისვენებს ბენეფიციარები, ასევე სოციალური დაუცველი ფენები ისვენებენ სასტუმრო თოლიაში და ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. ანუ ამ ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. კი ბატონო. ძალიან კარგი. ბატონო თქვენ ახსენეთ ექსტრიმი. რომელიც ნელ-ნელა იქცა თანდათან სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დარგად ტურიზმის. გვაქვს რა ისეთი ადგილები გურიაში, სადაც შეიძლება ამ დარგის განვითარება. იგივე მდინარის ხეობები ახსენეთ თქვენ, ანუ რა კუთხით შეიძლება გამოვიყენოთ ის ადგილები, რომელიც გვაქვს, რათა ექსტრემალური ტურიზმი განვითარდეს. ექსტრემალური ტურიზმი გააჩნია ჩაშლები კიდე. რო ტურები არის ხასიათის მიხედვით, ხო? აი თუნდაც დავიწყოთ დალაშქრა აგიტაყვას ჩანჩქერების. ექსტრემი მარტო არ არის ადრენალინის გავეძები, რომ სადღაც სიმაღლეზე გადავიხადეთ, ან გადავხდით, ან რაღაც გავაკეთეთ. ცხოველთა სამყარო.
პირველ რიგში რაც საოცრად გაგვაჩნია და ქმნის ერთ-ერთ დამატებელ კომპონენტს ექსტრემალური შეგრძნების. შემდეგ მეორე ბუნებრივი მემკვიდრეობიდან გამომდინარე, აი გომის მთის არეალი, სადაც ექსტრემალური დატვირთვისტურები შეიძლება მივიღო. ეხლა წეგან ახსენებთ თქვენ რომ აიპები არისო შექმნილი მაჩხუთში და უროგეჩი უნდა თქვა. გომის მთის განვითარების აიპი ბატონ დავით საძრაძის ხელმძღვანელობით ზურაბ ჩარტიშვილი და ასე შემდეგ. მე თანამშრომლობ მაგ ადამიანებთან ძალიან მჭიდროდ. და გვაქვს ერთობლივი ნაზავი და სინთეზი იმ 14 დღიანი ტურისა ყოველდღე რომელიც გომის მთაზე უნდა გაგიდეს. მოდი ახლა ესე დავიწყოთ. ბახმარიდან გასვალებით აბსოლუტურად სხვა ჰავის პროპორცია გააჩნია გომის მთას. თუ ბახმარო ნიავდება მხოლოდ დასავლეთის კორიდორიდან ზღვისა და მთის სინთეზის სხვა დატვირთვა აქვს გომის მთას, იმიტომ რომ ყველა მხრიდან ნიავდება და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება. ხეობები, ხინოს გზა, ვულკანური კრატერები, რომელიც მართლა არსებობს გომის მთაზე, ეს ყველა ექსტრემალურ ნიშნულისკენ მიგვანიშნებს. ექსტრემი ერთგვარად იცით რა ხდება? ძალიან საინტერესო იქნება ძალიან პოპულარულია ნიაბაურის ხეობა. ანუ იყო ტრადიცია ასევე ვაკიჯვრის და ბახმაროს დაკავშირების, ანუ ცხენებით ადიოდნენ ხოლმე. ანუ ამ ყველაფრის გამოყენება თუ შეიძლება თუ გაქვთ გეგმაში. მოკლედ გეტყვით, დაგეგმარებული მაქვს, ასე ქვია ტურს ბახმარო შედგენილი სვაკედერის რას მოიცავს ეხლა. ექსტრემი არა მარტო შიში შეგრძნება და არამედ სისხლის ჩქარა მოძრაობა. შენეცნებითიო ბოლოს რო ვთქვით, ყველა ტურს უნდა ახდეს. თქვენ წარმოიდგინეთ რა. ზის ამოსვლა, ზის ჩასვლა ერთგვარად ამზადებს ვიზიტორს რა ელოდება შემდეგ. გვაქვს საოცარი ბაისურა მიმართულებით, რომლითაც ჩამოვდივარი. იგივე ან ბაისურა არის ადგილი, სადაც არის ალპური ზოლი. რაჩევნიკებს ეძახიან აი დროებითად მეჯოგეები ადიან და აწარმოებენ სხვათაშორის ნატურალურ კარტოფილს და ნატურალურ ძის ნაწამს. აქედან ვეშვებით ვაგიჯვრისკენ და ერთ-ერთი საოცარი ადგილი ნეოლითის ხანიდან ცნობილი ქორბუდე, სადაც გვაქვს გამოქვაბულები, ცხენით, ფეხით, საფეხმავლო საცხენოსნო. ამაზე საუკეთესო ექსტრემს მე ვერ შევთავაზებ, ეს ერთი მონაკვეთი ეცვა. არსებობს მეორე ექსტრემი, აი ძიმითი შავი ზღვა, ნავებით დაშვება. არა რაფტინგის მომენტი, უფრო ნელი, ეგზოტიკური და შემძლევრობა, სადაც გავივლით ნასაგირალს, დავეშვებით და შევდივართ შავ ზღვაზე. იქვე გვიცდის პალეასტომი თავისი არხები და ეხლა ძალიან შორს წაგვიყვანს რამდენი ტური აქვს დაგეგმარებული გურიატოვის. იდეები ძალიან საინტერესოა. ერთი ამით და გითხრათ ბოდიშვილი, ქალბატონი გაგზავნა წერან გეგმაზე. ტრეველს გამზადებულია ქალბატონული 2000-2020 წლის სეგმენტებით აგერ ახლა. თუკი სურვილი გექნებათ, ჩვენ თანამშრომლობთ და არც ავარ მე პირიქით მოხარული ვარ ამისა, ერთ-ერთი აგურის დადება იქნება იმ საერთო მიმართულებასთან, რასაც ქვია გეგმა. ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფოს და სახელმწიფოს დამოკიდებულება და შემდეგ სტრატეგია ბატონო ჩემო. ბატონო დათო, ანუ ვისაუბრეთ ტურებზე, საკმაოდ საინტერესო არის თითოეული მათგანი, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ის თემა, ანუ რამდენი ტური არის მზად, ანუ იდეის დონეზეა ეს ყველაფერი, თუ ეხლა ხვალ რომ მოისმინოს ჩვენი გადაცემა და აინტერესოს რომელიმე ტურის და ჩამოვიდეს, ანუ რომელ მათგან შევთავაზებთ. გვაქვს თუ არა სერვისი ამ ყველაფერისთვის? ეხლა ვეგეტყვით. არ უნდა შეგვეშინდეს იმისა, რომ არა გვაქვს ინფრასტრუქტურული ობიექტები, არ არის საოჯახო სასტუმროები, მოდი არსებობს ალტერნატივა. ამიტომ მოვძებნი ალტერნატივა, დისლოკაცია ურეკი. აი აქედან ერთდღიანი საპიკნიკე მომსახურება, რომელიც ყოველი ვერ და ყველაფერს მოიცავს. აი მაგალითად, მდინარე აჭისხის ხეობა, წყლის ხეობაში არის ასეთი ტური, დევის ქვა ქვია მას. სადაც შესაძლებელია საოცარი ადგილების. ჩვენ არ გვიკვირს ეგ, მაგრამ უცხოებმა რო ნახან თვითონ შიგა ბაზრიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან ჩამოსვლა ძალიან გაუგვირდა. და მოეწონა რა თქმა უნდა. ტური აგიტაყვა, რომელიც მოიცავს მდინარე აგიტაყვას ხეობას მაკვანეთიდან. ეს მზად არის. მზად არის ეგ ტური და შესაძლებელია მომემსახურა. შემდეგ მდინარე ბჟუჟი, სადაც შეიძლება ჩაკუხა დავარქვით ამ მარშრუტს, სადაც შესაძლებელია ჩაკუხა, გოვის, ტაგარაგი და ჩინჭაო. ერთდღიანად ზემოკლაბარაგი ერთ წუთში. შემდეგ ასევე მდინარე ნატანები და ვაგიჯვრის მონაკვეთის შესაძლებელი ქორბუდის უნახულება და ასე შემდეგ. პლუს ამას გურიატოველს აქვს მომზადებული
20 მარშრუტი საექსკურსიო ქვეყნის მასშტაბით. და თუკი შესაძლებელია რომ ამ საექსკურსიო მომსახურებას პატარა სხვა ფონი მივცეთ, სხვა ფარგლებები უფრო მეტი შემოსავალი შეგვიძლია. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის დასასრულს ერთი შეკითხვა ქეცის, არ შეიძლება არ აღნიშნოთ აბანოს აღმოჩენის საკითხი, რომელიც შეიძლება რომ მართლაც იქცეს ტურისტების მოსვლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან წერტილად. ანუ ამ მხრივ რა მუშაობა მიმდინარეობს და თუ იქ ანუ მონახაზები გვაქვს თუ არა? მართლაც უნიკალური აღმოჩენა ეს ჩვენი ქალაქისთვის, რაც ტურისტების კიდევ უფრო დიდი ინტერესს გამოიწვევს ჩვენი ქალაქის მიმართ. მინდა გითხრათ, რომ მოწვეული იყო გურის ექსპედიცია და არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა 10 დღის განმავლობაში ბატონ ვაჟა სადრაძის ხელმძღვანელობით. ეს გრძელდება, აუცილებლად გაგრძელდება და აღმოჩენილი იქნა დარბაზული ტიპის აბანოები, ეს არის გასახდელი, ცხელი თბილი და ცივი წყლის აუზები, რომელიც დაზიანებულია და პირველი იარუსი ძირითადად შენარჩუნებულია, მიმდინარეობს და გრძელდება ამაზე მუშაობა, ზუსტ თარიღს ამის შემდგომ გავიგებთ. ალბათ იქნება რკინის კონსტრუქციით და მინის ზედაპირით დაფარვა. მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით ძალიან აქტუალურია კიდე და ძალიან დიდი ინტერესი წევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც ძალიან მრავლად გვაქვს გურიაში 38 კულტურული ისტორიული ძეგლია, მათ შორის არის 7 ჩოხატაურში, 14 ლანჩხუთში და 18 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მინდა აღვნიშნო, თუნდაც მრავლის მთქმელია რამოდენიმე ძეგლი, ეს არის შემოქმედის მონასტერი, აჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, დედათა მონასტერი, ჯუმათის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი უდაბნო, ჯიხეთის დედათა მონასტერი, ვაშნარის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია, დიახ, და მე უბრალოდ აქედან მინდა გამოვყო ეს უძველესი ეკლესია მონასტრები, რაც ძალიან დიდი ინტერესი იწვევს ტურისტებში და მე ვიცი რომ დღესდღეობით ყველაზე დიდი ინტერესი აი ამ ისტორიული ძეგლების მონახულებაზე. ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. ბევრი თემა განვიხილეთ, ბევრიც დაგვრჩა განვიხილული, მაგრამ იმედი მაქვს რომ მალე ჩვენი გადაცემის თემა მაყურებელთან ერთად ვიმედოვნებ რომ იქნება არა ტურიზმის განვითარება, არამედ კონკურენცია ტურიზმის დარგში, როგორც ბატონმა კახამ აღნიშნა. თქვენ კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და დაგიბრუნდებით ამჯერად უფრო საინტერესო და თქვენთვის აქტუალური თემით კარგად გრძანდებოდეთ.